არასწორი მიმართულება ბავშვებისთვის. ნიშნებზე ორიენტირება. ნიშანზე რატო უნდა იყოს ორიენტირი? ნახეთ, სტუდენტები ეთხოვენ მაღალი ქულა დამიწერე რა. შედით აბა და დაუწერეთ ყველას უგამოცდოთ 100 ქულა. ყველა იქნება ბედნიერი. სინამდვილეში ხომ უნდა მიხვდე რომ მაგარი სულელი ხარ ამით რომ ბედნიერი ხარ. ანუ ცოდნა არ წაგიღია და გიხარია ნიშანი. ჩვენ სერტიფიკატი უფრო გვიხარია. კი. ჩვენ ინგლისური ენის ცოდნა რესურსი კი არ არის. პრესტიჟულობა, ანუ რესურსი რა არის, რაც მეტი ენა იცი, მეტ რაღაცას კითხულობ. ხო? ანუ სერტიფიკატი მეტი ისა აქვს. ქულა. როცა შენ ნიშანზე აკეთებ ორიენტირებას, შენი ბავშვი ორიენტირდება შემფასებელზე. და არა თვით კმაყოფილებაზე რისი შევსება. შემფასებელზე ორიენტირება, ნახეთ რა არის. თუ კაი შემფასებელია, კიდე არა უშავს, მაგრამ თუ მოგიღოთ რაღაც ბოროტია და სადისტის შემფასებელი. მე მომიწევს ბოროტების და სადისტობის კეთება იმის გამო, რომ იმისგან შეფასება მივიღო დადებითი. და პიროვნება, რომელიც თავისუფალია და ჭკვიანია, ის არ ორიენტირდება შეფასებაზე, ის ორიენტირდება თავის განვითარებას. ის არც თავისუფლებას დაკარგავს შეფასების გამო და არც რაღაცებს არ შეცვლის, ხო? აუ რაღაცნაირად შემეშინდა თუ არ ვიცი რა დამემართა. რატო მოუვიდა ადამიანს? თუ ასეთი იყო ყოველთვის ბატონო ზურაბ, რატო გახდა ასეთი მიმბაძველი თუ რატო მოვიდა? თანამედროვე მოიტანა ეს თუ ასეთი იყო? კი, ბევრი რაღაცა მოიტანა, მაგრამ ნახე, ესეთი ადამიანი, ვიზედაც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკე, ადვილის სამართავია. ეს ერთი ვარ, ძალიან ადვილი სამართავია. უნდა უთხრა, რომ აი წარმატებული ხარ, თუ ეს თქვათ, რა ვიცი, შუბლზე გაკვრია და გაიკრავს ყველა შუბლს. მეორე მომენტი რა მოხდა? ნუ ძალიან მაგრა შეიცვალა, ტექნიკური პროგრესი არის ძალიან დიდი და მოდი ვნახოთ, აბა გავიხსენოთ რა ხდებოდა. ჯერ ადამიანს ხელით კეთება რო არ უნდოდა და ბევრი ქონდა სამუშაო, რა გამოიგონეს რობოტები. მე გადავიდეთ ფიზიკურ რაღაცები მოვიცილეთ, ხო? შემდეგ რო გვეზარებოდა რომ რაღაცები დაგვეხსომებინა, აგერ ახლა მე ტელეფონის ნომრები ზეპირად მახსოვდა 150 და საერთოდ არ მახსოვს არავის ტელეფონი, საერთოდ არ მახსოვს ზეპირად რა. ტელეფონი რო დავკარგო, ვერებს ვერ დაურეკავ პრაქტიკულად, ხო? აგეთი რაღაცა. პირადი ნომერი დაამახსოვრებინეს. ეს 11 ნიშნა ციფრი, ნუ იმიტომ წაიღეს, იმდენი იმხელა მოთხოვნაა, ხო? ხო და ანუ მეხსიერება გადავაბარე ელექტრონულ მოწყობილობებს, ხო? და ახლა ნახეთ რა ხდება. აზროვნების პროცესის გადაბარება ხდება. ხელოვნურ ინტელექტს უკვე გადააბარე შენი აზროვნება. და შენ ხდები რა ლოქო, ხო? იმას რობოტი აკეთებს, მეხსიერება იქ აგვაქვს, რა ქვია, გაჯეტებში და ეხლა დაიწყო აზროვნების და მაბეტი და